ამ შემთხვევაში უკვე ბევრად რთულად დგას საქმე. ჩვენი სტუმარი გვეტყვის თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მოზღვავებულ ოფლდენას და რა მეთოდები გამოვიყენოთ ამ შემთხვევებში. მიესალმეთ ჩაჩავას კლინიკის ჭარბიოფლიანობის და სახის სიწითლის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი კობა სახეჩიძე. გამარჯობა ბატონო კობა, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი წყალი უნდა მივიღოთ ალბათ დამეთანხმებით. მიუხედავად იმისა, განსაკუთრებით თუ მეტად ოფლიანობთ. ბატონო კობა, გითხარით თუ შეიძლება რამდენად გავრცელებული პრობლემაა ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა? ჭარბი ოფლიანობა ზოგადად მოსახლეობის 2-3%-ია გავრცელებული. ეს ციფრი ზოგადად არ ჩანს დიდად, მაგრამ თუ კი გადავთვლით მსოფლიოს მოსახლეობაზე, სადაც 214 მილიონი მოსახლე გამოდის, ვინც ამ პრობლემით იტანჯება. გამომდინარე აქედან, რომ ქართველი ხალხი ცოტა ემოციურები ვართ, ალბათ ჩვენი სტატისტიკა როცა იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო ზევით იქნება იმდენად, რამდენადაც ემოცია ოფლის გამოყოფაზე კიდევ უფრო მეტად მოქმედებს. ანუ ემოციურობა თავისთავად მატებს ოფლის გამოყოფის. რა თქმა უნდა. ოფლის ზოგადად ყველა ადამიანს გამოეყოფა ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, თქვა რა კრიტერიუმით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ აქვს ჭარბი ოფლიანობა, რა არის ნორმა? ოფლიანობა ითვლება ჭარბად ის, როდესაც არის უკვე შემაწუხებელი. ბევრი ადამიანი არის, ვისაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და რაღაც პირად კარიერაში ხელს უშლის იმის გამო, რომ მას არ შეუძლია დაუშვათ ხელი ჩამოართვას, იმიტომ რომ სველი აქვს მუდმივად ხელი. ან იმიტომ ვერ გამოდის ისეთ ფორმაში გარეთ, როგორც მას უნდა, იმიტომ რომ იღლიების უსველი აქვს მუდმივად და ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. პაციენტები, როდესაც მოდიან, ხელები, როდესაც ესე უწყვეტ და თითებიდან წვეთები მოდის, ნუ ეს საშინელებაა უბრალოდ. აი არ შეუძლია მაგალითად კლავიატურაზე იმუშაოს ხელთათმანების გარეშე, არ შეუძლია წეროს, თუ კი ხელთათმანი არ აცვია, იმიტომ რომ ყველაფერი უსველდება. სწორედ ეს არის ალბათ ჭარბი ოფლიანობა და რა ის რომ დაუშვათ ვივარჯიშეთ ან ტემპერატურა მოიმატა და მეტნაკლებად გავოფლიანდით. თუ არის ცნობილი, რა არის გამოწვევი მიზეზი ჰიპერჰიდროზის, აი ესეთი მდგომარეობის, რომელიც რეალურად მართლა აუტანელია. ჭარბი ოფლიანობის გამოწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს დაწყებული სხვადასხვა დაავადებებიდან, მაგალითად აი თავის ტვინის დაავადებებიდან, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური დაავადებებიდან, ჩიყვის შემთხვევაში, ასევე ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს, ტუბერკულოზის შემთხვევაში, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს, სხვადასხვა ორგანოების სიმსივნური დაავადებების დროს და ეს ჩამონათვალი ძალიან ბევრია. თუ კი დაუშვათ, აი ჩიყვი აქვს ახლა პაციენტს და ჩვენ ოფლიანებაზე დავუწყოთ მკურნალობა, ნუ ეს არასწორი იქნება, არც ეთიკურად, არც სამედიცინო თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამოდის, რომ ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას მოვაწესრიგებთ, თავისთავად ყველაფერი ალაგდება. ვთქვათ, ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას აქვს ჭარბი ოფლიანობა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული ტესტები, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ ადამიანს მართლა სინამდვილეში აქვს ეს პრობლემა. არსებობს ესეთი ტესტი ნამდვილად, თუმცა ძირითადად ეგ გამოიყენება ხელის გულების, ფეხის გულების და იღლიების დიაგნოსტიკისათვის. შეგვიძლია რომ აქვე სტუდიაში ძალიან მარტივად თქვათ ხელის გულებზე ჩავატაროთ იგივე ტესტი. და ექსპერიმენტში იქნება ვინმე მიიღოს მონაწილეობა. ხელი აგვიწიეთ თუ შეიძლება. აი თქვენ პირველ რიგში ძალიან კარგი ახლოს ხართ. გადავიდეთ მაშინ მარცხენა მხარეს და ვნახოთ ახლა ჩვენ სტუმარს ჭარბი ოფლიანობა. ცოტა ხანში ექიმებში ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევები. როდესაც ამ წესების დაცვას დავიწყებთ, ხვალ არის ორშაბათი, ხვალ დავიწყებთ თავს. ამ შემთხვევაში ხელის გულზე უნდა დავიტანოთ კრახმალი, ჩვეულებრივი საკვები კრახმალი ხელის გულზე. შემდეგ უნდა დავიტანოთ მასზე იოდი დავასხათ. ოფლიანობა აწუხებს პაციენტს ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მიიღებს მუქ ლურჯ ფერს. ანუ ვიღებთ სახამებელს, ვყრით ხელის გულზე, ანუ იოდი ავიღეთ. კივნეული არ არის ხელბატონი. და ცოტა რაოდენობით, ალბათ მცირე რაოდენობით, კი, რა თქმა უნდა. სახამებელი და იოდი ახლა ერთმანეთში აირია და რამდენ ხანში უნდა გალურჯდეს ეს თუ შეიძლება? ეს თუ ლურჯდება მომენტალურად. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ ეს ლურჯი არ არის, ეს არის შავი. ამ შემთხვევაში გამოდის რომ ქაბატონინოს ჭარბი ოფლიანობა არ აქვს ხელის გულების. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა. აი ამ პლაკატზე თუ შეიძლება გვაჩვენეთ ის პრობლემური ზონები, რომელიც ძირითადად ჰიპერჰიდროზის დროს არის გამოხატული. ეს ადგილებია ხელის გულები. ეს ყველა შემთხვევაში სიმეტრიული პრობლემაა. იღლიების არე. ფეხის გულები. პლუს ამას თავის არე. თმიანი ნაწილიც იგულისხმება, ხო? კისერი. სახის არე, ნუ კი სახეზე ოფლიანობა ხშირად შეგვიმჩნევია. ეს არის აი საზარდულის არეები. თუ კი ჰიგიენური ნორმები დაცულია და მაინც აი ამ ზონებში
ხდება ეს ჭარბი ოფლიანობა, უკვე საჭიროა სპეციალისტთან მისვლა, საჭიროა იგივე ტესტირების გავლა და რეალურად დიაგნოზის დასმა. არის თუ არა ეს პირველადი ჰიპერჰიდროზი თუ მეორადი, ანუ რაიმე დაავადებით გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ სახის არეში ოფლიანობას თანსდევს ხოლმე სიცოცხლე. ტყუილად არ თქვია ჩვენ კომალობის ცენტრს სახის სიცოცხლისა და ლოყები როცა შეწითლდება ხოლმე. ზედმეტად გამოხატული როდესაც არის. და აქ ითვება მანკიერი წრე, ოფლიანობა იწვევს სიცოცხლეს, სიცოცხლე აღიზიანებს და იწვევს ჭარბოფლიანობას და რაც კიდევ უფრო ართულებს სახის არეში. საერთო ჯამში მდგომარეობას. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ ადგილებზე და გავაგრძელოთ მკურნალობის მეთოდიკის შესახებ. ხო, დადგინდა დიაგნოზი უკვე არის ჰიპერჰიდროზი და რა არის გზარითი ვეხმარებით აი ესეთ გატანჯულ პაციენტებს. არის ჯგუფი მკურნალობისა, სადაც შედეგი არის დროებითი და არის ჯგუფი, სადაც მუდმივი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ. რამ შეგაწუხათ ისე პაციენტს, რომელსაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და მომართავს ჩვენ კლინიკას ამ პრობლემით, ჩვენ ვიწყებთ მის გამოკვლევას. და როდესაც ვსვამთ საბოლოო დიაგნოზს ჭარბი ოფლიანობისას, ამ შემთხვევაში უკვე ვთავაზობთ პაციენტს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. არის გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, რომლებიც ჩვენი ემოციის ზღვარს წერს ქვევით, იმიტომ რამდენადაც ზედმეტი ემოციები აძლიერებს ოფლიანობის ინტენსივობას და მის სიძლიერეს. გარდა ამისა არსებობს სპეციალიზირებული დეოდორანტები, რომლებიც კონკრეტულად სამკურნალოა და ის არ არის არომატიზირებული. შემდეგი მეთოდი არის მკურნალობის ბოტოქსით ინექციები. მისი ინექციები ხდება ესეთი ინსულინის პატარა ნემსით, რომელიც ძალიან უმტკივნეულოა და კიდევ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად უმტკივნეულო იყოს, სპეციალური გელები გამოიყენება, რომლებიც ზედაპირზე ხდება მისი დატანა და ის ადგილობრივ გაუწევარებას იწვევს. თუ კი შედეგზე არის საუბარი, რომ ეს იყოს მუდმივი, ხანგრძლივი და ამ თემას აღარ დაუბრუნდეს პაციენტი მომავალში, ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ქირურგიული მეთოდი. ეს ოპერაცია ნაკლებად ტრამბულია ორგანიზმისათვის. ოპერაციის წინ იძინებს პაციენტს ოფლიანობით და იღვიძებს უკვე სხვა ადამიანი. ის უკვე საერთოდ განკურნებულია ამ თემისგან და უკვე სხვა ცხოვრება ეწყება. შეიძლება მაყურებელს ცოტა გაუკვირდეს რა შუაშია ქირურგია ჭარბოფლიანობასთან, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ არსებობს ესეთი მეთოდიკა, რას გვეტყვით ამის შესახებ? არის ორი მეთოდი, ერთ-ერთი არის იღლიების არის კიურეტაჟი, რაც ადგილობრივად მხოლოდ იღლიების არეში შეეხება. კიურეტაჟი ეს ნიშნავს კანს ქვეშ იღლიის არეში მექანიკურად საოფლე ჯირკვლების დარღვევას. რაც შეეხება ყველაზე ძირითად მეთოდს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპათექტომია ესე ქვია. ჩვენ ვაკეთებთ იღლიის ქვევით მეორე და მესამე და მეხუთე ნეკნთა შუა არეში ვაკეთებთ 2-5 მმ-იან პატარა ესეთ განაკვეთს, შევდივართ გულმკერდის ღრუში. იქ გადის სიმპათიკური ნერვული ღერო, რომლებსაც მიაქვთ ინფორმაცია პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე. ჩვენ ამ ნერვული ღეროს გადაკვეთის შემთხვევაში წვიტავთ ინფორმაციას პერიფერიიდან, რომელიც არის არასწორი და მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომ მას ესაჭიროება იმ კონკრეტულ დაუშვათ იღლიის ან ხელისგულის ან ნებისმიერ სხვა ადგილზე საოფლე ჯირკვლების გააქტიურებული მუშაობა. ზოგადი ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს ეს ოპერაცია ძალიან ხანმოკლეა, 5-7 წუთი გრძელდება თითოეული მხარე. პაციენტის დაყოვნება სტაციონარში არის მხოლოდ 1 დღე. 3 დღის შემდეგ მას შეუძლია თუ კი საოფისე სამსახური აქვს გავიდეს და ჩვეულებრივ შეუდგეს ისევ თავის სამუშაო მდგომარეობაში ჩადგეს და თუ კი ფიზიკურად შრომობს 10 დღის შემდეგ შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა გააგრძელოს ისე როგორც ანუ ადვილად გადასატანი ოპერაცია საკმაოდ. მოკლედ ეს ძალიან საინტერესოა